საქართველოს ლონდონის წიგნის ბაზრობაზე კულტურის მინისტრის გურამ მოდიშარიას განცხადებით 15-17 აპრილს ლონდონის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს პირველად წარდგება ქართული კოლექტიური სტენდით, სადაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ასევე ლიტერატურის მუზეუმის გამოცემები განთავსდება. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით ბაზრობის ფარგლებში ქართველი გამომცემლების უცხოელ კოლეგებთან არაერთი საქმიანი შეხვედრა იგეგმება. ლონდონის წიგნის ბაზრობა ყოველწლიურად აპრილის თვეში იმართება. ბაზრობას თითქმის 40 წლის ისტორია აქვს და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის შემდეგ ყველაზე მასშტაბურია. ოდიშარიას თქმით, შეხვედრების მიზანი ბრიტანულ და ქართულ გამომცემლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმების დასახვაა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ბრიტანეთში მცხოვრებ ქართველებთან შეხვედრა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დელეგაცია ლონდონში გვიანღამით განიცავრა. პირველად ვღებულობ ჩვენ მონაწილეობას ლონდონის წიგნის ბაზრობაზე, გვაქვს მან ჩვენი სტენდი და წარმოდგენილი ვართ ნორმალურად და ახლა გავხედავთ როგორ მიმდინარეობს თავად, გამოვიყენებთ მათ გამოცდილებას და ვოცნებობთ ჩვენც რომ მსგავსი რამ გავაკეთოთ ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ისეთი ფართო საერთაშორისო წიგნის ბაზრობაც, მაგრამ მარტო წიგნის ბაზრობაზე არ მივდივართ, რა თქმა უნდა, მან ხვდებით რამდენიმე თეატრის ხელმძღვანელებს და თეატრის დასსაც შევხვდებით. ლონდონში ესეთი მნიშვნელოვანი საინტერესო ვიზიტია დაგეგმილი, იმიტომ რომ ის ალბათ რომ ლონდონის წიგნის ბაზრობაზე იქნება საქართველოს პირველად წარმოდგენილი. თავისთავად ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, იმიტომ რომ აქამდე საქართველოს წარმოდგენილი იყო მხოლოდ გერმანულენოვან წიგნის ბაზრობებზე. ანუ ასეთი ვთქვათ, ახალი ინიციატივით იხსნება ახალი სივრცე, ახალი ასე ვთქვათ, სივრცე და ახალი ბაზარი, თუმცა ეს სიტყვა წიგნს არ შეეფერება, მაგრამ მაინც ასე ვიტყვი ინგლისურენოვანი, რომელიც ძალიან დიდია და მნიშვნელოვანი და უფრო მნიშვნელოვანი ალბათ ვიდრე გერმანულენოვანი სივრცე.